საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედი აქვს ჩანვარ, და გამოჩნდება ახლა ერთი ადამიანი მაინც და დღეს მე მინდა გავაკეთო მნიშვნელოვანი განმარტება გუშინდელ პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით, რადგან ამ გუშინდელმა ეთერმა გამოიწვია რაღაცა სერიოზული მithქმა-მოთქმა და დამირეკეს კიდეც, ამიტომ საინტერესო იქნება, მოდი გავაკეთოთ განმარტება, მაგრამ ჯერ ვერ ხედავ ვერავის. ვინმე დავინახო თუ ვარ პირდაპირ ეთერში. მე მგონი ვართ. მოკლედ მეგობრებო, გუშინ მე პირდაპირ ეთერში ვიყავი კანონიერი ხელისუფლების აღდგენასთან დაკავშირებით, ალბათ ნაწილმა ჩვენი საზოგადოებისა მოусმინა ამას, რომელიც 3 დღის წინ გაიმართა თბილისში, სასტუმრო მერიოტში და როგორც მათ აღნიშნეს, დაახლოებით 32 საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატი ესწრებოდა ამ სესიას. როგორც ჩანს, იმ მხარეს ეწყინათ ის, რომ მე განმარტებები გავაკეთე, რომ ჯერ ერთი კანონიერი ხელისუფლებას და უზენაესი საბჭოს აღდგენა არ ჭირდება დე იურეთ, იმიტომ რომ ის არის დღემდე ერთადერთი ლეგიტიმური, კიდევ კარგად ვამბობ, რომ აი გასაგებად რომ ხალხმა კარგად გაიგოს, არასოდეს მათ ხელი არ მოუწერიათ კაპიტულაციაზე და სწორედ აი ამას შეეწირას, ვიათ გამსახურდია, თითი ძვლებიც კი დაამტვრიეს, რომ ხელი მოეწერათ, მაგრამ ეს არ გააკეთა მან და არც უზენაეს საბჭოს წევრებს არ გამოუცხადებიათ კაპიტულაცია და დღემდე ითვლება როგორც ერთადერთ ყველაზე ლეგიტიმურ ორგანოდ. ამდენად იურიდიულად და სამართლებრივად მისი აღდგენა ეს არის მთლიანად არ ვიცი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასული. რა უნდა აღადგინო, როდესაც აღდგენილია და არსებობს. მეორე მხარეა ვთქვათ დე ფაქტოდ, ხო, ფაქტობრივი ძალაუფლება არ არის, იმიტომ რომ სულ სხვა ხელისუფლება. ეს ხალხი შეიკრიბნენ და ულოცავდნენ ერთმანეთს. ეხლა დღეს მე იქ შევთავაზე გუშინ, რომ ეს იყო ძალიან არასწორი ფორმულირება სამართლებრივად და გაუგებარია აბსოლუტურად. ან დღეს კითხვებს საჩენს კიდევ ის, რომ ფაქტიურად ჯერ დიდი ეროვნული ძალა არ შექმნილა და ვის ჭირდება, თქვათ, კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და ეს ლეგიტიმაცია ვის ხელში უნდა გადავიდეს, აი ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს და ამან გააჩინა კითხვები და ამიტომ გავაკეთე მე გუშინდელი ჩაწერა ამას. დღეს მე მიკავშირდებიან და ეხლა არ დავასახელებ გვარდასახელებს, არასწორი და ის არ გამოვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთს ვიტყვი, რომ ბატონი გურამის ზარებიც ყოფილა ბევრი და მისმა მე აფსანძის და მერე ვნახე მეგვიანი რამდენიმე 1-5 ზარი შემოსული და ალბათ მე დებატები რომ შევთავაზე აი ამ თემაზე, ამას უკავშირდებოდა და მისი მეგობარი ქალბატონი დამიკავშირდა, საკმაოდ გვაწმოსილი ადამიანია და მე მის ცხოვრებაში ვაფასებ მე მის მთელ ცხოვრებას და ძალიან ბევრი საქმეა გაკეთებული, დიდი საქმე, მაგრამ დღეს რაღაცნაირად ჩვენ ერთ პოზიციაზე აღარ ვართ და დამირეკა და მითხრა, რომ სად შეიძლება გაიმართოს დებატები. მე ვთხარი, ეხლა დღეს ჩვენ არა გვაქვს იქ ჯერ სილქნეთ შეყვანილი და პირდაპირ ეთერი ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ კაცურ პირობას ვდები, რომ ძალიან ხარისხიანი ჩანაწერი გაკეთდებოდა და სანამ სილქნეთ შევიყვანთ იქ ოფისში,
და ეს დებატები შედგებოდა და იქნებოდა ძალიან ხარისხიანი და ერთი წამიც არ მოიჭრებოდა იქიდან არაფერი. თუმცა მეორე ვარიანტიც გვაქვს კიდევ პირდაპირ ეთერით შეიძლება როგორც სხვაგან თბილისში ასევე მაგრამ მე მითხრა რომ თქვენ თვითონ იქნებ მობრძანდეთო და სადმეთქი და აიქო ჩუხუას აქვსო რა ქვია იმას რუსთავი ორის ყოფილი ოფისში დილისთან და მე რაშუაში ვარ ჩუხუას ოფისში რამიდან მე ჯერ ერთი ჩუხუას საერთოდ არ ვცნობ ეროვნულ კაცად მე არასოდეს არ მახსოვს რომ იყო ეროვნული ეს ერთი ახლა აკრაზეა თავარს უსმინეთ ეხლა რა ხდება ეს ხალხი ეთყობა შეშფოთებულია იმითი რომ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვეს რომ ვითომ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის ფორმულირება მოახდინეს რაზეც რომ ჩვენ ვუთხარით რომ კანონიერი ხელისუფლება აღდგენილია იურიდიულად და მისი აღდგენა როგორ უნდა მოხდეს ეს აღდგენილია ხო ახლა ნახეთ მე ეს ადამიანი მეუბნეო რომ კანონიერი ხელისუფლება კი არ აღვადგინეთო განახლება მოახდინეთო რის განახლება მოახდინეს ეხლა თქვენ ხო მაინც გახსოვთ ხალხო ეხლა ეს არის მართლა თვალში ნაცრის შეყრა პროფკავშირების სასახლესთან რომ მივიდნენ იქ კარები რომ დაუკეტეს გარეთ რომ ხელი აწიეს ყველა ვინ არის მომხრე აღდგეს კანონიერი ხელისუფლება არ გახსოვთ ტყუის ვამბობ ვიგონეთ მე რამე ეს ერთი მეორე აი ახლა ამ სესიაზე მე არავის პიროვნებების არა ვარ მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს პიროვნებები მე სამართლებრივი კუთხით უდგები კარგად გამიგეთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა არ იყო და აბა პრემიერად არ აიჩეთ ახლა ბატონი გურამ აფსანძე და მის მოადგილედ მერაბ ჩუხუა ეს რას ნიშნავს აბა ეს რა ფორმულირება იქნება ვინმე ამიხსნათ კაცო და თუ თქვენ ეხლა ჩვენთან არა ჩვენ თქვენთან არ მოვართო და თქვენ რო შენ მოდიო მე მეუბნევიან პირადად მე რა შუაში ვარ მარტო მე რატომ უნდა მოვიდე ვიღაც იქ და აქ მე გთავაზობთ ისეთ დებატებს სადაც არავის შეურაცხყოფას არ მიახენებს თუ თქვენ არავის მიახენებთ შეურაცხყოფას და იქნება ნამდვილად აკადემიური გარჩევა და გინდათ მობრძანდით მე შემოგთავაზეთ და ეხლა თქვენ სად მეპატიჟებთ კაცო მე ახსად არ დავდივარ ეგრე ნებისმიერთან მივალ მაგრამ მე რა შუაში ვარ მე როდესაც ასეთ დებატის მოწყობა მსურს და მინდა რომ გავაკეთო მე იქ იმ დებატებში აქეთ რომ დაждდები ერთი დეპუტატი იქით მეორე დეპუტატი უნდა დავსვა იმ უზენაეს საბჭოში რომელიც არ ეთანხმება ამათ ხო და ასევე შეიძლება დეპუტატი არ იყოს და ჩვენს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები რომლებიც ვიყავით ჩავერთოთ ამ დებატში ხო იქიდან და აქედან ორი მხარე და იყოს აკადემიური განხილვა აქ ჩხუბზე კი არ არის საქმე ერთმანეთის ლანძღვაზე ეს მაინც და მაინც ეს რატო არის საქმე ვერ გავიგე ყოველთვის აი რაღაცნაირად დებატი გონიათ რომ უნდა იყოს ჩხუბი და ერთმანეთის ლანძღვა მობრძანდით ბატონო და დაამტკიცეთ ერთი დაგვიმტკიცეთ რომ კანონიერი ხელისუფლება არ აღიდგეს რა განახლება მოახდინეთ თუ განახლება მოახდინეთ თუ რაღაცა გააკეთეთ ემხავს რაზე აჩხუბებთ სამი დღეა რომ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას რო ახდენთო რატო ახდენთ რატო არ ეკითხებით არავისო თუ არა და რა მიიღეთ ის გადაწყვეტილება კაცო ვის უმალავთ რა კოლმეურნეობის ხდომა ხომ არ იყო ხო თუ ესეთი მნიშვნელოვანი ის ჩაატარეთ ხდომა სად არის ის ხდომის ისინი შედეგები აი რა მიიღეთ რა გააკეთეთ ხო ერთი მე ვიცი რომ ნამდვილად ვიცი რომ ის თქვენი გიორგი კუხალეიშვილი რო არის გახარებული ყლოჭინებდა ხალხო კანონიერი ხელისუფლება აღდგა და ასია და ისია და კი მაგრამ მაგ ხალხს არ ეუბნებით კაცო ამ ხელა ისინი რო აქ ნახვები და ის და შე რაევ ბლადუნო კაცო კანონიერი ხელისუფლება არ აგვიდგენია ისეაც აღდგენილია იურიდიულად ეს ხო შეგეძლოთ გეთქვათ ან სად არის თქვენი ეს ისა ხო ხდომის შედეგები ხო უნდა დაგედოთ ეს დაგვანახეთ აბა რა არის და მერე ვიდაოთ კაცო თუ არა მობრძანდით და
დებატებში ვილაპარაკოთ. მე უბრალოდ ერთი რაც მივხვდი იყო ის რომ როდესაც მე უთხარი რომ კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია კანონიერ ხელისუფლებას უზენაეს საბჭოს აქ უკვე მიხვდნენ რომ ძალიან დიდი შეცდომაში და ლაფსუსი არიან შესულები მაგრამ არ ვიცი ეს რატომ მოუვიდა და რატომ გააკეთეს ან რაღაც დრო ეს სახლობანას თამაშია აი თქვა დაინიშნა პრემიერად კაი დანიშნეთ პრემიერად დაინიშნა ბატონი გურამი მოადგილედ დაინიშნა მერაბ ჩუხუა რა უნდა გააკეთოთ ხვალ თავდაცვა გემორჩილებათ შინაგან საქმეთა სამინისტრო გემორჩილებათ რა ქვია იმას ეკონომიკის მინისტრი გემორჩილებათ საერთოდ რა უნდა გააკეთოთ მე ვერ ვიგებ კაცო ეს თანამდებობები კიდე რა გახდა რა უბედურებაა ეს რომ ყველას უნდა რაღაცა თანამდებობის პირად მოიაზრებდეთ არ ვიცი რა რაღაცა ჩემი აზრს ვიძახი მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ ეს არის რაღაც ავანტყოფური თვისებები ძალიან ცუდი თვისებები სხვათა შორის ქვეყანა თავზე გვენგრევა და სახლობანას თამაშია და მეტი არაფერი რო იცი რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ მე გუშინაც ავთქვი მაშინ აბა თუ დაინიშნა მთავრობის თავმჯდომარედ ერთის და მეორე მოადგილედ დაიწყეთ ახლა აბა ძალაშია ისედაც შესული ძალა არასოდეს არ დაუკარგავს 13 მარტის დადგენილებას და მოიყვანეთ მოქმედებაში გელოდებით რა ამაში მოიყვანეთ მოქმედებაში მე არ ვიცი მეგობრებო ახლა ნეიტრალური ხალხი ამას ყველა ხო უსმენთ არა მე კიდევ ერთხელ ვიძახი და განუცხადე მე მიხეილ სააკაშვილის ნამინისტრალებთან ვიღაცის ოფისებში არ მივალ არ მაინტერესებს ის კაცი მერაბ ჩუხუა ეროვნული საერთოდ არ ყოფილა არასდროს და იყო მინისტრი მის დროს სააკოვის დროს და ამას მე არ უნდა მაკადრებდეს ის ღვაწლმოსილი ქალბატონი ეროვნული მოძრაობიდან რომ იქ მოდით რატო უნდა მოვიდეთ იქ მობრძანდით და ძალიან აკადემიურად გაიკეთებთ დებატს და აბა მოდით ერთი მაგარი იურისტები გვეძნენო და ჩვენო არაფერი შეცდომა არ დაგვიშვიაო და სწორად გავაკეთეთო ყველაფერიო უზენაეს საბჭოს მისიო რა ქვია სესიაო და მობრძანდნენ კაცო მოიყვანეთ ის თქვენი იურისტები და არა ვართ იურისტები და აი იურის არავის აი პირობას გაძლევთ იურის არ დაგისვათ და სახალხოდ გაფარჩაკდებით გეუბნებით რა სახალხოდ გაფარჩაკდებით და სახლობანას მართლა უთამაშობთ ეხლა აღარ მინდა მეტი დავა ამ სისულელეებში მე აღარ შემოვალ ერთ რამეს გეტყვით რა არავით არის რამდენი პრემიერ-მინისტრია იქნებ გაგვაგებინოთ რა ყველა პრემიერ-მინისტრია აქ აი რამდენია კაცო სამარცხინოა მართლა ის ცხონებული ზვიადი რაც გარდაიცვალა ზვიად გამსახურდია ყველა პრემიერ-მინისტრია ყველა პარლამენტის თავმჯდომარეა დავიღალეთ რა ხალხო რა კანონიერების აღდგენა კაცო აღდგენილიც არის იურიდიულად და ყველაფერია კიდევ გეუბნებით და არ შეიძლება ამაზე თამაში ხალხო და იმიტომ მე ხალხი იცინის და არასერიოზული ის არის მე მგონია კიდევ რომ ეს შეგნებულად კეთდება რომ გაამარგინალონ მართლა ეს ყველაფერა ერთადერთი ხელისუფლება იყო მართლა ვინც მართლა ამ ქვეყანას ყავდა გულშემატკივარი და იმდენ შვებით ამ 33 წლის მანძილზე რომ ხალხს გინდათ რომ ახალი თაობები წამოვიდა ვეღარც გაიგეს რა ხდება ზოგი პრემიერი ხარ ხუთი პრემიერია მგონი ხუთი უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე არ დაიღალეთ ამ თამაშებით ხალხო რა უბედურობა ეს ქვეყანა თავზე დაგვექცა გეუბნებით კიდევ ერთხელ აგერ ძალაშია ნებისმიერ დროს გინდა ხუთშაბათს გინდა პარასკევს მობრძანდით რამდენი კაციც გინდათ პროფესიონალურად ჩავწეთ იმ დებატებს აკადემიურად იქნება ყველაფერი გაკეთებული ყოველგვარი კამათის და კამათის მეთქი ლანძღვის გარეშე და იქ საზოგადოებამ გამოიტანოს მერე დასკვნა აი ეს არის ჩემი სიტყვა და კიდევ ერთხელ ვამბობ მე როგორც აი ამ კანონიერი ხელისუფლების ერთგული წარმომადგენელი არ ვცნობ აი ესეთ იმას გოგი ახლა მიხეილ ისა რა ქვია მერაბ ჩუხუასნაირ მოღალატეებს
მოღალატე, იმიტომ რომ ის ჩვენ არ ვცნობთ. ის თანამშრომლობდა სააკოვის პუჩისტურ ხელისუფლებასთან, ხო, ნამინისტრალია. და საერთოდ ვინც ზვიად გამსახურდიას შეგონება არ გაიგონა და უღალატა და ზოგი მინისტრები იყვნენ და ზოგი რა ვიცი ვინ იყვნენ და ითანამშრომლებს ჩვენ არ გვწამს მაგ ხალხის. მაგრამ ყველანაირად დავიცავთ იმ პირობას, რომ აკადემიურად წარიმართოს აი ეს დებატები და ერთი პატარა შეურაცხყოფაც არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იქნება სამართლებრივი დავა. კარგად ძანდებოდეთ, ძალაშია ჩემი შეთავაზება, გინდა გავაკეთოთ 5 შაბათს 19 საათზე ან 20 საათზე, იგივე დროს თუნდაც პარასკევს. აი ეს არის ჩემი შეთავაზება, დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სახლობანას თამაშს, დიახაც ეს იყო, ეხლა უკვე ხვდებიან რომ ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინეს, დიახაც მათ ზუსტად ამ სიტყვებით განაცხადეს, ჩვენ აღვადგინეთ კანონიერი ხელისუფლებაო. არაფერი არ აგიდგენიათ, კანონიერი ხელისუფლება არსებობდა, არავის არ გაუუქმებია, დე იურეთ ერთადერთი რაც ჩვენ გვჭირდება, სწორი გზით მივდივართ, ქართველთა დიდი გაერთიანება, კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა, რომელიც მერე გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალაში შევიდეს სწორედ აი უზენაეს საბჭოს ის დადგენილება, ის ძვირფასი დადგენილება 13 მარტის და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დანებულებები. აი ეს არის სწორი გზა და ერთადერთი გზა. კარგად ძანდებოდეთ, მეგობრებო, თქვენ თვითონ განსაჭეთ ეხლა და მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ესეთი ფორმულირება არ ვიცი, ეხლა შეეშინდათ კანონიერი ხელისუფლება არ აგვიდგენიაო, ჩვენო ეგ ფორმულირება არ გქონდაო, ჩვენ გქონდაო განახლებაო. თქვენ თვითონ შეაფასეთ, მე ესეთი ფორმულირება არ გამიგია და ამისთვის თუ იბრძოდნენ 33 წელი, არ ვიცი. არლოთ ყურადღებისთვის და ძალაშია ჩემი შეთავაზება.